მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, ონლაინ გამოცემა ბათუმელები იმყოფება ევროპის მოედანზე. თქვენ ჩვენს კადრში თვალსადევნებთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი საქართველოს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. აქ შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეახსენებს დანარჩენ საზოგადოებას და ასევე ევროპასაც, რომ მათი არჩევანი არის ევროკავშირი და ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ეს ისტორიული არჩევანი. დღეს არის 9 მაისი, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება და აი ამ დღესთან დაკავშირებით მოვიდნენ სწორედ ეს ადამიანები ევროპის მოედანზე. დღეს პოლონეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური სამიტი გაიმართა ამ დღესთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოდან არავინ არ ყოფილა ამ სამიტზე წარმოდგენილი, არავინ არ მიუწვევიათ. დღეს თბილისში, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოვიდა ევროპის დღესთან დაკავშირებით სიტყვით, მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი არის დაზიანებული, ასე რომ ვთქვათ, შეჩერებულია ეს პროცესი, როგორც ვიცით და თუ ვითარება არ შეიცვლება ქვეყანაში, საქართველოს შესაძლოა ძალიან დიდი ხნით დაკარგოს შანსი ევროკავშირში გაწევრიანებისო. ასე აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ დღეს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის დღეებს მიეძღვნა. სხვათა შორის ამ შეხვედრაზე, რომელიც პოლონეთში გაიმართა, ვარშავაში გაიმართა, მიწვეული იყო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის თურქეთიც და მიწვეული იყო არაკანდიდატი ქვეყნებიც კი, მაგალითად კოსოვო ესწრებოდა ამ შეხვედრას, რომელიც არ არის EU-ს კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ამ შეხვედრაზე მიიწვიეს. მაგრამ საქართველოსდან არ ყოფილა წარმომადგენლები მიწვეული, რაც სამწუხარო ფაქტია თავისთავად და როგორც ხაზი გაუსვა ევროკავშირის ელჩმა, ეს არის გამოწვეული სწორედ იმ დამაზიანებელი ქმედებებით, რაც უკავშირდება ოცნების ხელისუფლებას და მათ ბოლო განცხადებას, როდესაც მათ არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ შეაჩერეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და ამას მოჰყვა სწორედ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც უკვე მეოთხე თვეა ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში იმართება ქვეყანაში. აქ საქართველოს ჰიმნის ხმა ისმის და ახალგაზრდები აპირებენ სიტყვით გამოსვლასაც და ამ გამოსვლებს ჩვენ რა თქმა უნდა ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში შემოგთავაზებთ, მანამდე კი თვალი ვადევნოთ აქ მიმდინარე პროცესებს. ევროკავშირის ჰიმნის ხმა ისმის. ეს არის პოსტერი, სადაც ნათქვამია საბჭოთა ტერორის დროს რამდენი ადამიანი ემსხვერპლა საბჭოთა ტერორს. ასევე მოქალაქეები არიან მოსული სხვადასხვა პლაკატებით, სადაც ხედავ წარწერებს, რომ არასდროს დაბრუნდება საქართველო უკან საბჭოთა სისტემაში და საბჭოთა რეჟიმში, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ევროპა არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა რუსეთი და არა უკან საბჭოთა წარსულში. აზა ბათუმელების ლაივში ხარ, სანამ ახალგაზრდები გამოსვლებს დაიწყებენ. იქნებ დაყურებელ შევახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ რატომ იკრიბება აქ ქართული საზოგადოება ჯიუტად 4 თვეა და თუნდაც ის, რომ
ვარშავაში სამიტზე არავინ მიიწვიეს საქართველოსდან ეს რამდენად მტკივნეულია ამ ქვეყნისთვის და რაზე მეტყველებს? ხო, ეს მტკივნეულია ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში ალბათ პასუხია ევროპის მხრიდან ამ ხელისუფლებაზე, რომ ისინი ზურგს აქცევენ ევროპას, ისინი აცხადებენ მათ მტრად დიფსტეიტად, შესაბამისად მათ გასცეს პასუხი და კიდევ ბევრ პასუხს გაცემს ევროპა საქართველოს. სამწუხაროდ ეს აისახება ჩვენზეც, მოქალაქეებზეც, აისახება ჩვენი ცხოვრების რიტმზეც, აისახება ჩვენს ცხოვრების ხარისხზეც და არ ამგონია ეს ქართულმა ხალხმა ამ ხელისუფლებას აპატიოს. აპატიოს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვა. ეს არის დამოუკიდებლობა, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური სიძლიერე, განათლება, ჯანდაცვა, რომელიც თანდათანობით წინ იწევოდა ქვეყანაში, თუმცა ყველა ეს შესაძლებლობა უკვე გვერთმევა. და ამას ხედავს ქართული საზოგადოება, ხედავს, რომ ეს ხელისუფლება არანაირად არ ფიქრობს იმას, რომ რაღაცა წინ წავიდეს ქვეყანა. პირიქით, ცდილობს, რომ ჩვენს მუდმივ მტერს შეეკრას და ეს არის რუსეთი და მასთან ერთად საქართველოს წაიყვანოს ჭაობში. პრინციპში ჩვენ ევროკავშირის ელჩმა გითხრა, რომ თუ რამე არ შეიცვალა საქართველოში, ჩვენ საქართველოს კარგავს აი ამ შანსს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. და ყველას ილოცავთ აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მივაკავ ქართულ საზოგადოებას, რომ უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ სახელმწიფოები, რომელთა ოჯახის წევრობისთვისაც ვიმზით ჩვენ. აი გამომსვლელებს მოусმინოთ. როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობა პოლიტიკის გატარების დროს შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და მოქმედი სამართლით. ჩვენს ქვეყანაში ეს ბოლო პერიოდია, დღეს არის 173 დღე დაცვა პროტესტებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესის შეჩერებას. დღეს ჩვენს ქვეყანაში 173 დღე ვხედავთ ადამიანის უფლებების აქტიურ დარღვევას. მათ შორის ეს არის სიცოცხლის უფლება, ღირსების ხელშეუხებლობის უფლება, თავისუფლების უფლება, გადაადგილების უფლებაც კი შესაძლებელია ასე ჩავთვალოთ. სიცოცხლის უფლების დარღვევა გამოიხატება იმაში, როდესაც დააკავეს გიორგი ახობაძე, დედამის წაართვეს საშუალება ჰქონოდა სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისი შვილისგან და გიორგი ახობაძეს აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრისთვის გაეწია სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. კიდევ ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ სიცოცხლის უფლების დარღვევისა. როგორც ვიცით, გლდანის ციხეში ბადრაგების მიერ ნაცემი პიროვნება, რომელიც ინსულტით თუ ინფარქტით მიიყვანეს საავადმყოფოში, არადა პრაქტიკულად სახის ცვლილები დალეწილი ჰქონდა, 4-5 დღის წინ გარდაიცვალა. ჩვენს ქვეყანაში შეზღუდულია თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვიღვწით უკვე 163 დღეა და ეს ფაქტი არის სახეზე. ყველანაირი არგუმენტი, ყველანაირი კანონი, რომელიც წამოსული არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიიდან, ყველაფერი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის არსებობა ამ ქვეყანაში ქართული ოცნებისთვის წარმოადგენს პრობლემას და ამ უფლების შეზღუდვის მცდელობის პროცესი მიმდინარეობს დღემდე. თავისუფალი აზრის გამოხატვის გულისთვის დააპატიმრეს სისხლის სამართლით გაასამართლის დაახლოებით 50 მოქალაქე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში სამართალდამღვევები არ არიან. მათ შორის არის ზია ამაღლობელი, რომლის პროცესიც მიმდინარეობდა გუშინ და სამარცხვინო ირაკლი დგებუაძე ამბობდა იმას, რომ ლოყის და ყურის არეში განიცადა საოცარი ტკივილი და იმ ლოყას მართლა რომ გადაგვაყოლა. მათ შორის არის ზვია ცეცხლაძე, ონისე ცხადაძე, ეს პიროვნებები არიან დადანაშაულებული ჯგუფური ძალადობისთვის, მაშინ როდესაც თვითონ ერთმანეთის სასამართლო დარბაზში გაიცნეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება როგორც ირღვევა. ბათუმში 29 ნოემბერს, 11-12 იანვარს ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი. ძალიან ბევრი შეხვედრა დამკვიდრდა მოქალაქეებს გავესაუბროთ, სანამ გამოსვლელები გამოდიან. ადამიანებს იჭერდნენ 11-12 იანვარს იმის კითხვის გამო, თუ რატომ დაიჭირა მეორე.
რატომ მიმდინარეობდა დაკავებების პროცესი? შეიძლება ორი სიტყვა ვთქვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, გისმენთ ეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ფაშიზმი ამ უფლებების დარღვევა აღარ იყო, რომ გადავიდნენ ღირსების შემლახველ ქმედებებზე. როგორიც არის ელენე ხოშტარიას გაშიშვლება გასაჩხრეკ ოთახში. აკრიბებენ ქვეყანაში აკრიბებენ დიქტატურას და ერთი პარტიის ერთი ადამიანის მმართველობა ატარჩადარება, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი და ნიშნავენ ჩვენს ქვეყანაში ღირსებაც კი დასაცავი იყო. დემოკრატიულიზების გადამხვევი. გადაადგილების უფლების დარღვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ რუსთაველზე აქციის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მოქალაქეებზე ნადირობა პირდაპირ დამარცხების დღის აღნიშნულებით, თვითონ ესეთი მიდრეკლებებია. რეალურად დღეს რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის ფაშიზმის გაგრძელება. ტერორიზმის და ფაშიზმის ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში არის და შემდეგ აბრალიანის წარმოუდგენელ დანაშაულებს, როგორიც არის მაგალითად ჯგუფური ძალადობა. მუშაობენ იმისკენ, რომ ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში არ არის მთავრობა, ხელისუფლება პრინციპში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააშოროს ეს ქვეყანა ევროკავშირს, ხო? და დღეს იყო ევროკავშირის ელჩის მინიშნებას, რომ თუ ასე გაგრძელდება, ეს ძალიან დიდი შანსია იმის, რომ დაკარგოს საქართველოს ის რაც მოიპოვა, ხო? კანდიდატი ხალხი ერთმანეთს გადააკეთებს, დაგსაქმოს, დააყოს, დაანაწევროს და შექმნას ტრიცხატები, არასწორი მხარეს გადაამისამართოს მათი ისრები ადამიანების და აფიქრებინოს, რომ ის ვინც ჩვენ გვეხმარება და ჩვენი მოძნები არიან და რეალური მშვიდობა და განვითარება გველოდება, ჩვენ ტერი გამოიყენოს და ეს არ გამოუვა არავითარ შემთხვევაში, სანამ იქნებით ის ხალხი, ვინც შეზღუდვები, რომლებიც გამოხატავენ მათ თავის ბალანს, განსხვავებულ აზრს, რომელიც იდეაში არასდროს მთავრობას რომ გავუყო. ყოველთვის არის მთავარია ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილებები ერთ ადამიანსაც, ერთი ადამიანის ხმაც არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა ვირწმუნოთ ყველამ თითოეულმა ქართველმა. რომ ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ერთად. არასოდეს არ უნდა იყოს სიჭირი ყოფის შრომა. ადამიანის უფლებებს არ იცავს, მით არღვევს. მას ემოიღოს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დღეს აქ დგომა ევროპის მოედანზე? ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ისეთი მიმანიშნებელი რამე მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გავითავისოთ აბსოლუტურად, რომ მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. სათავეში არის მოსული ბანკ-ფორმირება, რომელსაც უკვე ფაქტიურად შეგვიყვანა რუსეთის გუბერნიად გადაგვაქციელდა და აბსოლუტურად ყოველი ადამიანმა უნდა გვახსოვდეს ყოველ წამიერად. რა არის რუსეთის მმართველობა? რუსეთის მმართველობის ქვეშ მთლიანად მოკლულია მილიონამდე ქართველი. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მმართველობის ყველაზე დიდი ოცნება იყო გრუზია bez გრუზინ. ქართველების საქართველოს ქართველების გარეშე. საერთაშორისო ახლაც მოუწოდებს ოცნების ხელისუფლება, რომ ვისაც არ მოგწონთ ეს რეჟიმი შეგიძლიათ წახვიდეთ. ანუ ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებდა ივანიშვილი ქართველებს და არა იმისკენ, რომ მაგალითად აქ შეეცვალათ უკეთესობისკენ ქვეყნა. არა, ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის მონა ფაქტიურად და ასრულებს ყველაფერს, რასაც პირადად ავალებენ რუსეთიდან და მოსკოვიდან. კიდევ ორი რამე მინდა თქვა, რომ რაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სოჭი იყო საქართველო და დღეს როგორცაა სოჭა, ისე იქნება საქართველო თუ ამ კურსით გავაგრძელებთ გზას. და კიდევ გვახსოვდეს აბსოლუტურად სულ ყველას, რომ კავკასიაში არსებობდა ერები, უბიხები და აბაზგები, რომელმაც გააქრენ დედამიწის ზურგიდან და ეს გვემუქრება. თუ ასე გაგრძელდება მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა. გამომსვლელებიან. თქვენ შეგინდათ რამე თქვათ? რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში და თუნდაც თქვენი მისწრაფება, როგორ აფასებთ, რომ საქართველო იყოს ევროპის წევრი, ევროპის ნაწილი? როგორ და სამართალი რომ აქვენ, აი იმიტომ მინდა ევროპა. სამართალი მინდა, თორემ ევროპა ჩემ ქვეყანაშიც შეიძლება. ანუ ადამიანის უფლებები არის დაცული ამ ქვეყნებში. კი, ნამდვილად დაცულია.
დღეს გავგიჟდი აფხაზეთი და ოსები რო წავიდნენ პუტინგან მისასალმებლად ჩემი მიწა ხომ არის როგორ გაბედენ მიშა რამდენი წელი იყო პრეზიდენტი და ეგენი რამდენი უფრო მეტი რატომ ვერ დაიხსნენ რომ აბრალიან მიშამ ჩააბარა თუ ასეთი ძლიერები არიან თუ ასეთი მაგრები არიან რატომ არ დაიბრუნდნენ ტერიტორიები მიშას დროს არ იყო პროვოკით შეხებილი ხალხი და დაჩაგვრებული ჩვენ ჭირდება ევროპას თავისი კარგი კანონი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ 16 წუთში რომ პრეზიდენტს აირჩევენ ხალხი ხალხად ვარგა უი მაგის პრეზიდენტა ვაი დანარჩენ პარლამენტარები გვინდა ევროპის კანონი ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი ქვეყანა გინდა ესე იგი ძლიერი ქვეყანა ბათუმელების ლაივში ხარ დღეს ევროკავშირის ელჩმა ფაქტობრივად ასეთი რამ თქვა რომ თუ გაგრძელდება იგივე პროცესები რასაც დღეს ვხედავთ ქვეყანაში ძალიან დიდი შანსია რომ საქართველოს ძალიან დიდი ხნით დაშორდეს თავის მიზანს ანუ ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენად საგანგაშოა თუნდაც ეს განცხადება და რა არის გასაკეთებელი კი ვდგავართ 4 თვეა საქართველოს საზოგადოება ქუჩაში დგას და იცავს თავის ევროპულ მომავალს, მაგრამ ფიქრობთ, რომ კიდევ არის რაღაც გასაკეთებელი? იცით, რომ გავიხსენოთ აი ზუსტად აქ ევროპის მოედანზე დაიწყო რუსულ კანონთან დაკავშირებით პირველი ბრძოლა, ასე რომ ვთქვათ. კი, აი პირველი პროტესტი. ანუ შევეჩეხეთ პირველად რეალობას, როდესაც აი მაშინ რომ ამბობდით, რომ აი რაღაცა აღარ ვიქნებით ჩვენი ბენეფიციარები ევროკავშირთან ურთიერთობები გაფუჭდება ის ყველაფერი რასაც წლების განმავლობაში სახელმწიფოც მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აკეთებდა შეიძლება უკან დაგვრჩეს და ძალიან ბევრი პრობლემა იქნება თქო აი მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდით რომ ასე მალე ერთი წლის თავზე დაახლოებით იმაზე უარეს რეალობაში ვიცხოვრებდით ვიდრე მაშინ გვეგონა და ვამბობთ ახლა შედეგებს ვიმკით მე მგონი ხო რა ვიცი მე როგორც მოქალაქეს რაც შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის ნაწილი რომ ჩემი გარეთ ქუჩაში ერთ იგივე ადგილას დგომა არის ერთგვარი პროტესტი იმ ყველაფრისა რაც ხდება ამ ქვეყანაში და ამასთანავე სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართულებით ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის, რა ვიცი, ძალიან ისეთი შეუძლებელია სხვა არ ვიცი, ჩვენ სირგლივ ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაფიქრდნენ იმაზე უნდა თუ არა მსგავსი ტიპის ქვეყანაში ცხოვრება, უნდა თუ არა საქმიანობის გაგრძელება მსგავსი ტიპის ქვეყანაში ის რაც მოხდა თუნდაც აი ამ 3 წელიწადში არ არის საკმარისი იმისთვის რომ დაინახონ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა თუ კი ევროპის გარეშე დარჩება ანუ ევროპის მხარდაჭერის გარეშე დარჩება რუსეთთან პირისპირ იცით კიდევ რა სჭირდებათ მათ კი საკმარისია ეს ყველაფერი თუმცა თუ გადავხედავთ იმ რაღაცა მასშტაბებს, რა მასშტაბებითაც რუსული სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ ქვეყანაში, დაწყებული დეზინფორმაციის კამპანიიდან დამთავრებული სხვადასხვა ტიპის ტყუილმართალარეული ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებასთან და პლუს ამას დამატებული სხვადასხვა ტიპის კორუფციული საქმიანობა, სადაც მათ პარტნიორად აქციეს თითქმის ყველა დიდი, აი ბათუმში მაგალითად, ბათუმი გახდა ქალაქი, რომელიც რეალურად, რა ვიცი, სამშენებლო, ლეგალურად სამშენებლო ბიზნესის დაწყება და მშენებლობის დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია. თუ გინდა რაიმე გააკეთო, გიწევს ადგილობრივი თუ სხვა ტიპის მაღალჩინოსნებთან კომუნიკაცია და კანონის გვერდით დავლის სხვადასხვა ტიპის მშენებლობის ნებართვების აღება და ესე შემდეგ. რა ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობა ირგვლივ, მაგრამ ალბათ ამ ყველაფრის გამოსავალი არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავს კითხოს, იმიტომ რომ მესმის რომ მარტივი არ არის ამ რეალობასთან შეგუება და აღქმა. ძალიან ბევრს ჩემს ირგვლივ ჭირს ის ამბავი, რომ
ვერ აცნობიერებს რეალობას მარტო იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მისთვის ფიზიკურად გაგრძელება იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძალიან მალე დადგეს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, ხო? აი, რაც შეიძლება მოყვებით, რომ აი გავსი ტიპის ქვეყნებში, ბელარუსში, სხვა ქვეყნებში წლებით ხდებოდა, მათ შორის რუსეთში, ჩვენ და თითქმის ერთ წელიწადში მოხდა იმდენივე და იმაზე მეტიც და ველოდებით იმაზე მეც საშიშროებას, თუმცა რა ვიცი, მე ზუსტად ვიცი, რომ აქ ვარ და სხვანაირად არ შემიძლია. მადლობა ციალა. სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბრებით, რომლებიც ევროპის დღესთან დაკავშირებით არიან აქ ევროპის მოედანზე. ქალბატონ ნათია, ბათუმელების ჩართვაში ხართ. რომ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, დღეს ევროპა აღნიშნავს ევროპის დღეს და საქართველოს მოსახლეობას, რომელიც თავს მიიჩნევს ევროპის ნაწილად, აღნიშნავს ამ დღეს. თუმცა, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, საფრთხის წინაშე დგას მაინც საქართველო ოცნების ხელისუფლების ქმედებების გამო, რადგან ის აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. თქვენ როგორც მოქალაქე, რას ეტყვის სხვა თანამოქალაქეებს? რა არის მოქალაქეებზე კიდევ დამოკიდებული, ვთქვათ, რომ აი ეს გზა არ დაკარგოს ქვეყანა? კი, ევროპა ხედავს რეალურად ქართველი მოსახლეობის განწყობას, ქართველი მოსახლეობის ბრძოლის უნარიანობას და 160 დღეზე მეტია უკვე ქუჩაში ვდგევარ, დიდი უმრავლესობა მოსახლეობის. ჩემი აზრით იმ ადამიანებს, ვისაც რგონია, რომ შარშან მაინც გაცილებით მეტი ვიყავით და ჩემი აზრით ერთხელ კიდევ ისევ იმ რაოდენობის ადამიანი რო გამოვიდეს ქუჩებში და დავანახოთ, რომ მართლა ნამდვილად ბევრი ვართ, მაშინ არ ძალიან ცოტა დრო დარჩა ამ მთავრობას, ესეც უბრალოდ ეს დააჩქარებს ამ ამბავს, თორე ცოტა დრო დარჩა ფაქტია. გარდა იმისა, რომ ევროპა აი ვითხრა ცუდ მდგომარეობაში ვართ, ეს დავინახეთ ფიზიკურად 2 დღის წინ, იმიტომ რომ როდესაც ადრე ყოველთვის განვიხილებოდი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ამჯერად არ იყო ქართული. ამჯერად 3 წელს არ იყო საქართველოს მიწვეული, საერთოდ არ წავინა არ იყო ამ 3 წელს. მაშინ როცა თურქეთი ვთქვა და არაწევრი სახელმწიფოები მიიწვიეს, ხო? რას ნიშნავს, ხო? მაშინ როდესაც ხილული გახდა აი 70 წლიანი წამების და მე 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ, როდესაც ხილული გახდა ჩვენთვის და უკვე ხელშესაღები იყო, რომ ევროპა ძალიან ახლოს, აი ამ დროს ზუსტად ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, რეალურად რეჟიმს უწოდებენ მათ, გაგვიწყვეტეს ეს ძაფი და ყველანაირი კავშირი. კი ბატონო, ფაქტია, რომ რეჟიმი ჯიუტად აკეთებს ყველაფერს, იმას რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროკავშირს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე რა, თქვენ თქვით, რომ შემცირდა თითქოს, სამწუხაროდ მუხტი ხალხის შემცირდა, თუმცა ესეც გასაგებია. რის გამო, ანუ რას ელოდება ეს ხალხი? დეპრესიული განწყობა ერთგვარმა დაისადაგა, უსაფრთხოება რეალურად ქვეყანაში არ არის დაცული უსაფრთხოება. აი რამდენი წუთის წინ ხანს ვესაუბრებოდი იმის შესახებ, რაც მოხდა თბილისში ლიფტში, როდესაც გოგონებს თავს დაესხნენ და ისეთი ციტაკის არა, უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, თორსა რეჟიმის მდგომარეობაში ცხოვრობ, მაგრამ არავინ არა ხო, მაგრამ მსგავსი ტიპის რეპრესიები გაიზრდება თუ ხალხი არ ებრძოლებს, ხო? საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი არის ბოლოდან მეოთხე წარმომადგენლებში არიან ევროპის ქვეყნებში, ტერიტორიულად ევროპას და აზიას შორის და ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, მაშინ როდესაც ბელორუსიის და რუსეთის გვერდით ხარ, აი თურქეთი უსწრებს მარტო და რუსეთი და ბელორუსია და მე არის საქართველო, იმდენად ცუდი, რაც უფრო დადუნდება პრესა, მით უფრო უარესია მოსახლეობისთვის და მაგის თქმა მინდოდა უსაფრთხოების კუთხით, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა ქვეყანაში რეალურად, არ იქნება არც ერთი ადამიანის უსაფრთხოება დაცული, არც ლიფტში, არც ფეხით მოსიარულეს, ვერც ბუნებრივი სტიქიისგან დაგვიცვავს რეჟიმი და ვერც ხელოვნურად შექმნილი უბედურებებისგან. ამიტომ ვიცოდეთ, რომ ევროპაში არის შვიდობა, ევროპაში არის სამართალი, ევროპაში არის უსაფრთხოება, მე მინდა ევროპული განათლება, ევროპული მედიცინა, ჯანდაცვა, როგორც მედიცინის წარმომადგენელი, ამას მინდა გაუსვა ხაზი და უბრალოდ მინდა რომ ვიცხოვრო კონკურენტულ არიან გარემოში და როდესაც რაღაცას გავაპროტესტებ, ამას ეს თქო გაიგონოს ვიღაცამ და შესაბამისი ქმედება. ძალა კონდეს საზოგადოების ადრესზე იგი. დიდი მადლობა ნათია, შევეცდებით ხებსაც გავესაუბროთ. როლან ჩავაძეს ხედავთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს. მოგესალმებით როლან. მასწავლებლებს ცოტა ხედავთ დღეს აქ რატომღაც. რატომ არ აქვს გააზრებული ბოლომდე საქართველოს ევროკავშირთან
ასე რომ ვთქვათ, ასოცირების მნიშვნელობა თუ სად არიან ისინი, თქვენი კოლეგები? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ მასწავლებელს საბედნიეროდ კარგად ესმის, თუმცა სამწუხაროდ არიან ის კატეგორია, რომლებიც მოეცნენ რაღაც დონის, ასე ვთქვათ, რეჟიმის მართლობებში, მაგრამ მაინც მათი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით ჩვენ, ვისაც თავისუფლება ყველაზე უმთავრეს ღირებულებად მიგვაჩნია. ამიტომ ვარ ჩვენ აქ, იმიტომ რომ რეჟიმის მართლობებში მოქცეული განათლების სისტემა რას მისცემს ამ ქვეყანას, ამ თაობას? ვერაფერს სამწუხაროდ გარდა სიბოროტისა და რასაც ხედავთ ახლა ჩვენ რასაც რეჟიმი აკეთებს, ეს არის იმის ცდელობა, რომ უფრო მეტად მართლობებში მოვაქციოს ჩვენი შვილები, ამ ქვეყნის ჯანსაღი საზოგადოება და მათ არ მისცეთ განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპა ზოგადად ქართული ოცნებას ძალიან სჭირდება, იმიტომ რომ თავიანთი შვილები არა მარტო ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში სწავლობენ და ამის კარგი მაგალითია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შვილები. ისინი მათი შვილები ცხოვრობენ, იქ სწავლობენ და ჩვენი შვილებისთვის უნდა ყაზახეთი, ყირგიზეთი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ არ არის განვითარება და ისინი იქნებიან, როცა დაბრუნდებიან მათი შვილები ევროპიდან. შემდეგ უნდათ რომ ჩვენი შვილები იყვნენ მათი შვილების მსახურები, როგორც ახლა ისინი ცდილობენ რომ ჩვენ ჩაგვაყენოთ მათ მსახურებაში, ხო? მათ სამსახურში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სიღარიბე უფრო მეტი იქნება ამ ქვეყანაში, თუ კი ჩვენ ამ ღირებულებას არ დავიცავთ, თუ კი ქვეყანას არ გავათავისუფლებთ ამ მავნებლებისგან, ისინი რა ვიცი, როგორც ვიცი, 65 მილიონამდე აქვს მოპარული ერთ-ერთი დეპუტატის ქალბატონის სახელი დამავიწყდა, წილოსანის მამას, ხო და იმას სანამ ის 65 მილიონი ასე ვთქვათ შემოეხარჯება, მანამდე სიღარიბეს ვერ იგრძნობს და ჩვენი საზოგადოება სიღარიბის პიკზე ვართ, ხო? ანუ ამიტომ არის ჯარიმებითაც აღწილობენ ღარიბონდა სამსახურებიდან გამოშვები. წილოსანისთვის არის ეს ყველაფერი ფუფუნება, მაგრამ ჩვენთვის არ არის ფუფუნება, ჩვენ კარგი სამსახურები გვინდა და იმ დღეში აი ის დღე დააყენეს ადამიანებს, რომ სამსახური აი ხელფასები იმატებს, რომ თქვენ გვახსოვს კადრები ადამიანი ამბობდა, ხო, პროპაგანდა გასაკეთებს და თქვენი ხელფასი რამდენია, რომ მე არ მუშაობ, ანუ სხვისი ხელფასი თუ ისიც ბედნიერება გქონია ადამიანს, თვითონ შეერია და ვიღაცა ივანიშვილის მონა რომ მაძღარია, ის უხარია და ეს ყველაფერი არის მოსაგვარებელი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბედნიერება მოაქვს კეთილდღეობას, თავისუფლებას, რომელიც არის ევროპაში. როცა თვითონ, რა ვიცი, ავადდებიან და ქართულ მედიცინას არენდობიან და ევროპაში მიდიან, რა ვიცი, ყველა სიკეთე გართობა უნდა და ევროპაში მიდიან. მე არ მახსენდება, რომ იმ სავაჭრო ცენტრებში ქოცეი რომელიმე დადიოდეს, მაღალჩინოსნები იყიდოდეს, სადაც ჩვენ გვიწევთ და ჩვენ შვილებს, ხო? ვაჭრობა და ასე შემდეგ. ანუ ისინი ყველაფერს კარგს ევროპაში, ასე ვთქვათ, ევროპისგან იღებენ და ჩვენთვის უნდა ყველაფერი ცუდი, მათ შორის განათლება. ამიტომ, რა ვიცი, ჩემს კოლეგებს მოუწოდებ, რომ ცოტა მეტი მოფხიზლება გვჭირდება, ამიტომ რომ წარმავალია ყველაფერი და ჩვენი ქმედებით არ ჩაუკლათ ჩვენ შვილებს მომავალი. მადლობა, როლანდ. ბატონო თემურ, ბათუმელების ლაივში ხართ. რა დღეს პრინციპში აი როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ვარშავაში საერთოდ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი დღეს სამიტზე და ამას მოჰყვა ევროკავშირის ელჩის განცხადებაც, რომ კი, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას გამოხატავენ და ის ამბობს, რომ წინ საქართველოს და ჩვენ ერთად გავართ და საერთო ღირებულებები რო გვაქვს, იმიტომ ვარ მე დღეს აქ თქვენს გვერდით, მაგრამ შეგვახსენა ისიც, რომ თუ ამ ტემპით გაგრძელდება ეს პროცესი, საქართველოს დიდი ხნით შეიძლება ჩამოშორდეს ევროინტეგრაციის პროცესსა. რა არის კიდევ გადასადგმელი ნაბიჯი, რომ აი ეს არ დაემართოს ამ ქვეყანას? ძალიან მარტივი ამბავია, რომ ხოცები არიან მოსაშორებელი, ეგ არის გადასადგმელი ნაბიჯი. დღეს რაც ბოლოს აღარ მინახია მედიაში და თქვილი არ გამომიდის, მაგრამ როგორც ვიცი, არც თბილისში რა შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის, მანდაც არ იყვნენ ხოცები მისული თუ. დიახ, რა თქმა უნდა, ისინი არ იყვნენ მიწვეული. წარმოიდგინეთ ამბავი, რომ ანუ ევროკავშირმა ვარშავაში ოფიციალური და თბილისში არაოფიციალური შეხვედრები ჩაატარა, სადაც არც საკუთარ სახლში არ მიიწვიეს ეგ ადამიანები, არაფრად. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ ხალხს არ აღიარებს არც ერთ შემთხვევაში რაღაცა როგორც რაიმე წარმომადგენლობით. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობამ არ აღიარა ისინი ხელისუფლებად. მაგათ იციან, ანუ ძალიან მე მახსოვს 2020 წლის არჩევნები 21 წლის შარლ მიშელის ამბებიც და რაღაცეებიც და მახსოვს მაშინდელი დასავლეთის ბორდინგი და დასავლელი პოლიტიკოსების ჭყალებში ვიტყვი ზეწოლა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ აი თან ამშრომლეთ, რაღაცა დაჯექით, დაილაპარაკეთ და
ესე არ ყოფილა დასავლეთი, არც ამერიკა, არც ევროკავშირი არასოდეს ესეთი მკაფიო და ესეთი ხისტი, ასე ვთქვათ, ხო და ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან კარგად გაიგეს რუსეთი რა არის. რუსეთში მართლა არ გულისხმობს რაღაცა უტოპიურ ამბავს, კი, ანუ პუტინი როგორც იქცევა, რომ რამეს თუ ამჩნევს, რომ მოგლეჯვა შეუძლია, რამეს თუ ვინმე კონსტრუქციულად ელაპარაკება, იმას გონია, რომ ის სუსტია და მოდი ახლა აქ რაღაცას ვისაუბროთ. ეგრე იქცევა ბიძინაც, ანუ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება შენო კონსტრუქციულად იმასთან ცადო, ბიძინას, ანუ რუსეთის, ანუ პუტინის მხრიდან აღიქვამდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა თუ ჩათვალა, რომ საზოგადოება არის სუსტი, მას ადვილად მოერევა ამას ამბობ? ანუ რუსული ლოგიკით ასე უყურებს ქართველების ბრძოლას. მოდი ასე შევხედოთ. საქართველოს სუს ბელარუსის კაკებესთან გაფორმებული აქვს ნახმება და თელი ინფორმაციების, ანუ ბელარუსის კაკებე, რომ რუსეთის კაკებე და იგივეა, ხო ვიცი. დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ამერიკის მიერ ძებნილი ვიღაცა სახელდამავის და ცესკოს აკრედიტაციით მიღებდა რუსი პროპაგანდისტი. ანუ ძალიან მკაფიოდ ვიცით, რომ საქართველოს რაღაც დაწესებულებას მართავენ პირდაპირ გაგებით ეროვნებით რუსი კაკებეს ხალხი და რაც გაია ჩატჯიბიტის რო ვკითხოთ რა გაიარა რუსეთმა, ზუსტად იმავე გზას გავდივართ ჩვენს ქართველებს. კი ბატონო, ეგ გასაგებია, მაგრამ რა არის გასაკეთებელი? 4 თვეა დგას ხალხი, ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ეხლა მოთხოვნა გაჟღერდა, რომ გადადექით, წადით, კიდე რა არის გასაკეთებელი, რომ ვთქვათ? ბევრი ხალხი არის შესაძლებელი, ძალა. და რავი, ამ ქვეყანაში და სად არის ეს ძალა? ბევრჯერ მაქვს ნათქვამი 2021 წელს კიდევ იგივეს გავიმეორებ. რუსული ნაგავი რომ ყრია მთავრობის შენობებში, ეს რუსული ნაგავი არის გასაწმენდი მთავრობის შენობებიდან. ამას არ ვიცი რა ქვია, გინდა მშვიდობიანი რევოლუცია, გინდა რა მშვიდობიანი რევოლუცია, სანამ ჩვენ ამ რუსებს ხალხი, ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები არ ავდგებით და არ გავწმინდავთ, მანამდე ყველაფერი არის ზღაპარი. გრძელვადიანი პროგნოზი თუმცა აქამდე როგორც ჩანს არ მომწიფებულა დანარჩენი საზოგადოების მოსაზრება. იცი და მან თუ უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც პერიოდში, მაგალითად ბოლო ყობახიძის განცხადების შემდეგ რა ხალხიც იყო გარეთ, ჩემი აზრით, მათ შორის შეიძლება ესეც თქო, რომ პირადად ჩემიც და ქართველი პოლიტიკოსების შეცდომაც ეგ იყო, რომ მაშინ ყველა რაღაცნაირად არავის არ იყო გამბედაობა, რომ ეთქვა, რომ ხალხო ეხლა არის დრო, რომ ჩვენ ეს რეჟიმი დავასრულოთ. და მაშინ ყველა ცდილობდა რაღაცა კონსტრუქციულად, რაღაცა მშვიდობიანი პროტესტი, მე მგონია, რომ ეს ხოცებმა შემოაგდეს და ამიტომ ლაპარაკობდა. დღეს არ არის ხალხი, ანუ დღეს ვერაფერს ვერ დაასრულებ, რამდენი ხალხი ზაქვართ, ამდენი რაღაცა ერთ კარგ ხორცილში იკრიბება ხოლმე და ამიტომ უნდა პირიქით უნდა მოხდეს, რომ ეხლა ალბათ ბიძინა თუ იზამს რამეს ისეც, რის გამოც ხალხი გაბრაზდება და მერე გამოვათორე, აქეთ მხარეს ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ პოლიტიკოსები სად არიან, რავი, აქ არიან ჩემი პარტიის ბევრი წევრები, ანუ ეს ხალხი რაღაც ციდან არ მოდის. ვიღაცები არ გამოდიან, ვიღაცები გამოდიან, ოღონდ ბუნებრივი ამბავი არის, რომ აღარ უშედეგოდ გამოსვლა ადამიანების შედეგი არის კონკრეტული რაღაცები და ერთი გამოვიდა 2, 3, 4 და დაინახა, რომ არაფერი შედეგი არ მოყვა და აღარ გამოდის. ხო, მე არ ვიცი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ეგ რო ვიცოდე, რავი, აქ არ ვიგებოდი, რაღაც მილიონიანი კითხვა, რომ ხალხი ისე გამოვიყვანოთ. მე არც იმის არ მჯერა, რომ რაღაცა ჩვენ ახლა პოლიტიკოსები თომ რო ქვია, მე არ მგონია, რომ საერთოდ პოლიტიკოსი არსებობს უკვე ამ ქვეყანაში და ჩემი აზრით ბოლო პოლიტიკოსი ზურაჟვანია იყო და მორჩა, მაგრამ მაგას რო შევეშვათ, ანუ არ მგონია ვინმე არსებობს ადამიანი, ვინც ხალხს ისე გამოიყვანს და დამუხტავს, შეიძლება ფინანსურად ისე გამოიყვანო, ან რაღაცა პარტიის აგიტატორები გამოიყვანო, ეს არ არის საქმე, ანუ ხალხი ისე უნდა გამოიყვანო, რომ ამ ხალხმა შენ გასაგებია. მაგას შეუძლია ბიზნეს მარტო, ანუ რაღაცას გააკეთებს ისეც, როდესაც ხალხი გაბრაზდება და გამოვა. ამ გრძელვადიანი პროგნოზია როგორც მიდის, მე მგონია მახეთკენ უფრო მიდივარ. გაბრაზებისკენ. არა, ანუ ამ შემთხვევაში არის დასავლეთის ეს სანქციები, რაც მიდის, მათ შორის ამერიკის მეგობარი აქ რაც ძალიან დიდი ალბათობით არის მიღება, საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ძალიან დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას. საბოლოო ჯამში ამ ხალხს მოშინდება დღეს ვინც 200 ლარზე ყავთ მიბული, ახლა ნინო წილოსანს არ მოშინდება 65 მილიონი აქვს მამამის მოპარული, მაგრამ აი 200 ლარს ვისაც უხდიან, იმათ მოშინდებიან და საბოლოო ჯამში მოხდება არა პოლიტიკური, არამედ სოციალური აფეთქება. ხო, მან მივდივარ სამწუხაროდ. კი ბატონო, ნახოთ როდის მოხდება სოციალური აფეთქება. თემურ გორგაძის, ასე რომ ვთქვათ, აზრი აქეთკენ იხრება, რომ
თუ დავშვათ ევროკავშირის დაკარგვის საშიშროება არ გამოიყვანს ხალხს, გამოიყვანს შიმშილი გარეთ. კარგით. მოგესალმებით, ბათუმელების ჩართვაში ხართ. რა შეგიძლიათ გითხრათ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს, ევროპის დღეა დღეს. რა თქმა უნდა, საქართველოც აღნიშნავს როგორც ევროპული საზოგადოების ნაწილი ამ დღეს. თუმცა საფრთხეები, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, რომ შეიძლება დავკარგოთ ხო ის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი იზრდება. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იზრდება ეს დაკარგვის შანსი და რა შეგიძლიათ თქვათ აი ამ კრიზისის დაძლევის გზებზე? დღეს ევროპის დღეა, პირველ რიგში ყველას ულოცავ ამ დღეს. ევროპის დღე ეს არის დღე, რომელიც უკავშირდება ერთობას, თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას. აი ამ პრინციპებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი თავის დროზე და სწორედ ასეთ საზოგადოებაში გვინდა ვიყოთ ჩვენ წევრები, საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. საქართველოში როგორც მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის გარანტი არის სწორედ ევროკავშირი და ევროკავშირის გარეშე ჩვენ ფაქტიურად პირდაპირ რჩებით მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინაშე, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არ არსებობდეს და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირში, ეს პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს. ხო, ეს უნდა რუსეთს, რომ საქართველო რაც შეიძლება დასუსტდეს და დარჩეს ყოველგვარი დასვის და მეგობრების გარეშე, მაგრამ საზოგადოებას რამდენადაა გაცნობიერებული ეს საფრთხეები, სად არის ხალხი, ხო? ჩვენ გვახსოვს 100.000-იანი აქციები. კი ბატონო, სად არის ეს ხალხი? აი სად არის ხალხი? კი ბატონო, დღეს სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი არის რაღაც ასე ვიტყოდი პასიურ მდგომარეობაში გადასული და ალბათ ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რის წინაშეც საქართველო დგას. ხო, დღეს როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის შანსის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. და ეს გამოწვეულია პირველ რიგში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით, საქართველოს მთავრობის მოქმედებებით და თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ ამ შანსს საერთოდ დავკარგავთ. ანუ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ძალიან რთული განვითარება შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას და აი ყველა ადამიანმა ეს უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს ბედი ეხლა წყდება ნამდვილად. საქართველო მომავალში იქნება, აი როცა ხშირად ამბობენ, სუვერენული სახელმწიფო, უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება თუ არა, აი ეს საკითხი ეხლა წყდება. ეს დამოუკიდებული არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე და ეს ხალხმა უნდა გააცნობიეროს ჩვენ. მადლობა. თქვენ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ იმაზე, რომ არ მიიწვიეს თუნდაც 3 წელი საქართველოსთან არავინ ევროკავშირის ღონისძიებაზეც კი არ იყვნენ ოცნების წარმომადგენლები, იმიტომ რომ მათ არ ელაპარაკება თქვა დესტრუქციული ნაბიჯების გამო ევროპის კავშირი, ხო, მათი წარმომადგენლები. როგორ უყურებთ ამ პროცესებს? ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, როგორც კი ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური კლიმატი, როდესაც ლეგიტიმური ხელისუფლება მოაქვეყნეს სათავეში, ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება, შეიცვლება პოზიტივისკენ და მე როგორ უნდა დადგეს ეს ცვლილება, თქვენ როგორ უყურებთ? იმიტომ რომ ხალხი ითხოვს 4 თვე ახალ არჩევნებს, ოღონდ სამართლიან არჩევნებს, ასევე ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ეს მიზანი მიღწეული, ხო? სადამდე შეიძლება გასტანოს? მე ვფიქრობ, რომ უკვე არჩევნების მოთხოვნა დღეს არა, პრინციპში ხა გადადგომას ითხოვენ არალეგიტიმური ხელისუფლების. არის საკმარისი, იმიტომ რომ თუნდაც დღეს ამ ხელისუფლებამ ამ საკანონმდებლო ბაზით რომ დანიშნოს არჩევნები, იმაზე მეტად გააყალბებს, ვიდრე გააყალბა შარშან-ოქტომბერში. ამიტომ საკითხი უნდა აისვას ცალსახად, ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეგრეთ წოდებული ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს, უნდა შეიქმნას დროებითი რაღაც ორგანო. როგორ წავა? როგორ წავა და უკვე დაწყებული არის ეს პროცესი. ის რომ დღეს დაუშვათ აქ ადგას 10.000 კაცი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პესიმიზმს მივეცეთ ჩვენ. დედაქალაქში, ახლა ბათუმი პატარა ქალაქია, მაინც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის პოლიტიკური მეორე ცენტრი იყო საქართველოში და დედაქალაქში, როდესაც არის რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი, მნიშვნელოვანი მოვლენა, თუნდაც დღეს, ხო? ძალიან ბევრი ხალხია, მე აქ გამოსვლამ ტელევიზორს უყურე და 5 ლოკაციაზე იკრიბებოდნენ და ეხლა უკვე პარლამენტის წინ ძალიან ბევრი ბატონო, თბილისში გაცილებით ბევრი გამოდის საზოგადოება. ხო, ესენი აყალბებენ სტატისტიკას, ესენი თითქოს ცხოვრება იზრდება. ეგრე არ არის სინამდვილეში
საჯარო სამსახურებში ხელფასები აგვიანდებათ, ვიღაცები ტენდერებში ფულს ვერ ღებულობენ და ელოდებიან. თქვენ ფიქრობთ, რომ სანქციებმა იქონია გავლენა თავისუფლად კრიზისი შექმნა? ეხლა მეგობარი აქ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ორი საფეხური აქვს გასავლელი. ხო და კონგრესის ისა პრეზიდენტის ხელმოწერა და იმის შემდეგ უფრო დაჩქარდება ეს პროცესი. თბილისში ყველაზე მეტად მე ახალგაზრდების და ხალხის იმედი უფრო მაქვს ვიდრე პარტიებისა. პარტიები რაღაც დაიწყეს ერთმანეთთან ბავშვური თამაშები. საღმაწვილო სენის დრო არ არის, ახლა ყველა უნდა დადგეს ერთი პრობლემა, ყველას ერთი მტერი ყავს საქართველოს, ერთი სენი აქვს საქართველოს. ანუ თავარი მაინც არის საზოგადოების პროტესტი და დგომა ერთად? რა თქმა უნდა, ეს არის თავარი, თუ იხჩობი შენ თუ ხელები არ გააქანე, ვინმე სხვა არ დაგეხმარება და ეხლა როგორც შეუძლიათ ევროპა იქნება ეს თუ შეერთებული შტატები ისინი თავისას აკეთებენ, ჩვენზე მეც ისინი აკეთებენ და ჩვენ ცოტა მეტი გამოცოცხლება გვინდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. ეს არის ცოტა გაჭიმული და პერმანენტული პროცესი და სულაც არ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. არა, ამაზე ვარესი მომენტების ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერასდროს ვერცერთი ხელისუფლება ხალხზე ვერ გაიმარჯვებს. ზოგი გვიან მიდის, ზოგი ადრე მიდის ამ ხელისუფლებას ძალიან ერთ ხელში აქვს მოყრილი ყველაფერი, ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკური ის არ ბლოკი ყველაფერი აბსოლუტურად ხო ხალხი დაასაქმა თითქოს პრეზიდენტმა გახსოვთ 20 წლის არჩევნების დროს რომ თქვა. იმის შემდეგ წინა ხელისუფლებაში ის რომ დაიჭირეს, რა ქვია, გიგი უგულავა. მაგ მასეთივით, რა ქვია, ეხლა ნებისმიერი რაიონის გამგებელი დასაჭერი იქნება, იმიტომ რომ შეიქმნა 1000 აიპები, სადაც 300 ლარიანი ხელფასით ფაქტიურად 4 წლით ადრე ყიდულობენ არჩევნებისთვის ხალხს. მე იმის მომხრე არ ვარ, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ, რომ ეკონომიკა იყოს და იმ ხალხმა ღირსეული ის მიიღოს, ხელფასი მიიღოს და რეალური სამუშაო ადგილები შექმნას და არა პარტიული ამას გულისხმობთ. დიდი მადლობა. თქვენ ხوار გაგვიზიარებთ თქვენ აზრს. თქვენ ფიქრობთ არა რომ მეგობარი აქტის მიღება უფრო დააჩქარებს თქვათ ოცნების ხელისუფლების დასუსტებას? თუ როგორ უყურებთ ამ პროცესებს და აი ევროპის დღესთან დაკავშირებითაც რა ვფიქრობთ მეგობარი აქტი? დაასუსტებს რუსული რეჟიმის ხელისუფლებას. ფაქტობრივად მე ვერ ვიტყოდი ეს ხელისუფლება, ფაქტობრივად დღეს საქართველოს ოცნების ხელისუფლებაა. ოცნების ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ქვეყანაში და სოფლიოში მთელ საერთაშორისო არენაზე. ამ ხალხს ხელის ჩამორთვევი ხალხი აღარ დარჩენს. ფაქტობრივად 2024 წლის ოქტომბერში იყო რუსული სპეცოპერაცია. ხუნტა მართავს დღეს ქვეყანას და არა ხელისუფლება. მე ამას ხელისუფლებას ვერანაირად ვერ დავაყენებ. ამიტომ თავარი არის ქართული ხალხის კონსოლიდაცია, რაც შეიძლება მეტი და მეტი უნდა გამოვიდოს ქუჩაში, ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს და მე ერთი წუთითაც არ ვკარგავ იმედს, მე ვარ გამოუსვენებელი ოპტიმისტი. მოიწვია, ეს ამ რეჟიმს ჩვენ სულ მარეთ გავისტურებთ პოლიტიკურ სანაგვეზე. სადაც ამათი რეალური ადგილია. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყანა. მადლობა. გავხდებით დასავლური და ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ბათუმელების ლაივში ხარ, ჩაგვერთვებით. კარგით, მადლობა. მოგესალმები, თქვენ ბათუმელების ჩართვაში ხშირად ხართ. დღესაც გითხავთ ვარენ თქვენს განწყობები, თქვენი განწყობები რო გაგვიზიაროთ. როგორ ფიქრობთ, რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? 4 თვეა პრინციპში ხალხი აჩვენებს, ხო? თავის პოზიციას მტკიცედ ურყევად დგას, ხო? ქართული საზოგადოება და ითხოვს ახალ არჩევნებს. პრინციპში უკვე არჩევნებიც აღარ ჟღერდება, ხო? პირდაპირ მოითხოვს უკვე, რომ გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ დღევანდელ განცხადებაზე რას ფიქრობთ ევროკავშირის ელჩის, რომ შეიძლება პროცესები მუშაობდეს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ხო? თუ ასე გაგრძელდა ამ ტემპით, და თქვენ როგორ აღიქვით თუნდაც ეს რა არის გასაკეთებელი კიდევ? ნომერ პირველი გასაკეთებელი ეს არის, რომ ნებისმიერ გაერთიანებაში საერთოდ ჭირდება კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული გეგმა. საერთაშორისო სამხედრო სტრატეგია, საერთაშორისო პოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკური სტრატეგია.
არსებობდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ საბჭოთა კავშირში ჩვენმა წინაპრებმა შევიდნენ 70 წლიან მონობაში მოვიქეცეთ. რატომ? იმიტომ რომ არ ქონდა არანაირი სტრატეგია, არანაირი გეგმა, შევედით ისე ხისთავიანად უაზროდ და 70 წელი ვიყავით მონობაში და ყოებაში. იგივეს თუ გავაკეთებთ ევროკავშირთან მიმართებაში, იგივე იქნება რა თქმა უნდა თავისთავად. თუ თავს დაუყუნავ, შეიძლება საკუთარმა ოჯახის წევრმაც დაგჩაგროს მომენტში. ხდება ესეთი რაღაცები. ამიტომ რა თქმა უნდა თავისთავად არ შეიძლება რომ ჩვენ თავს დახრილი შევიდეთ. კი ბატონო, ვეთანხმები ქართულ ოცნებას ამ საკითხში. მაგრამ როგორ დავეთანხმო, როცა აცხადებს ქართულ ოცნება, რომ მე ევროპელების და ამერიკელების თხოვნა რჩევას ადავემორჩილები და რუსების თხოვნას და ბრძანებას დავემორჩილები. ევროპელებისაც რომ არ ემორჩილები, რუსებისაც რატო ემორჩილები? მაშინ ევროკავშირში როგორ უნდა მიგეღონ? და რატო შედიხარ დაპირისპირებაში ევროპელ პოლიტიკოსებთან, ამერიკელ პოლიტიკოსებთან? რატო შედიხარ დაპირისპირებაში? იმიტომ რომ значит შენ ხიბლავს რუსი დიპლომატები და მიყავს ქვეყანა რუსეთის მიმართულებით და ორიენტაცია გაქვს რუსეთის მიმართულებით და არა ევროპის მიმართულებით. ამავე დროს საზოგადოებას აწუხებ რომ ჩვენ მივდივართ წინ ღირსებით ევროპისკენ. ღირსებით ევროპისკენ მივდივართ და საკუთარ მოქალაქეებზე ახდენ ფაშისტობას. დღეს ფაშისტზე გამარჯვების ღიაა. არა, ოცნების ხელისუფლება რომ ღირსებით არც ევროპისკენ მიდის და საერთოდ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ეს ნათელია, ხო? ხო და ყობახიძემ დღეს მიულოცა საზოგადოებას ფაშისტზე გამარჯვების ღია. დიახ. ფაშისტები ქართულ ოცნების ლიდერები კარგად მოიცმინეთ, კარგად გაიგონეთ. თქვენ ხართ მე 12 წელიწად ქართულ ოცნების გვერდში ვიყავი და არ მეგონა ამ სიტყვების წარმოთქმა თუ მომიხდებოდა ქართულ ოცნებაზე. დიახაც, ფაშისტები არიან, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობა საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ და ძალიან ბევრი თუნდაც ოცნების ხარდაჭერი გამოვარდება Facebook-ზე და ეტყვის რომ ქუჩის ხულიგნები არიან გასული ქუჩაში. ანუ ახალგაზრდები დასაწყისში რომ პატარა მუხტი ძლიერი იყო. მე ვინ არიან ის ახალგაზრდები? ჩვენები არ არიან? თუნდაც ნარკომნები თქვი და თუნდაც ქურდები. რა მნიშვნელობა ჩვენები არიან, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ეს შეურაცხყოფელი ფრაზები რომ ხულიგნები არიან ქუჩაში გასული მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ ეს პროპაგანდაა ჩვეულებრივი და ჩვეულებრივი ოცნებისეული პროპაგანდა არის და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა სიმართლით უნდა დაუპირისპირდეთ რა თქმა უნდა თავისთავად. დიახაც დღეს ქართული პოლიცია დაემგზავრა მხედრიოთა სპეცრას. მხედრიოთა ჯარს, როგორც კიდათ ისე ვთქვა. ჯაბაესველი არ ვარ შექმნა საკუთარ მოქალაქეების წინამდე რეპრესიებს მოახდენდა. ბიზინა ივანიშვილი ჩემი შეხედულობით ემგზავრება უკვე ჯაბაესველიანს. რატო? იმიტომ რომ რეპრესიები, ძალადობა, რა თქმა უნდა დაუშვებელი და მიუღებელია. როგორ შეიძლება საკუთარ მოქალაქეებზე ახდენდნენ რეპრესიებს, ძალადობას, საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავდი და ამავე დროს კიდე საკუთარ ხალხთან გინდა შენ დიალოგი. ვერ წახვა დიალოგი საკუთარ მოქალაქეებთან, როცა შენ საკუთარ მოქალაქეებზე რეპრესიებს და ძალადობას ახდენ. თუ შენ დიალოგი გინდა შენ რომ ხელისუფლება ხარ საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგი და უშუალოდ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რეპრესიები უნდა გამორიცხო, ხო? არა, ქართველმა ხალხმა უთხრა რომ მათი მიზანი არის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, ხო, ევროკავშირში ინტეგრაცია. ხო და მათი ესე უბნება რომ არა შევაჩერეო და როგორ შეიძლება მოხდეს დიალოგი? დიალოგი ზუსტად ეს არის რომ არ შეიძლება შენ კუნთებით ელაპარაკო საკუთარ მოქალაქეებს. როცა საკუთარ მოქალაქეები გიჩვენებიან, ჩვენ ევროპა გვინდა. შენ კი შეაჩერე, მაგრამ ჩვენ გვინდა. და შენ როცა კუნთებით მესაუბრე, მე რომ მოქალაქე ვარ, ბუნებრივია ეს არის რეპრესია. რეპრესია ძალადობა ეს არის. რეპრესია არის სხვადასხვა მეთოდები, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მეთოდებით ხდება რეპრესიები საზოგადოებაზე. დღეს საქართველოში ხდება ეკონომიკური რეპრესიების, ფსიქოლოგიურის, ფიზიკურიც, რა თქმა უნდა, სამივე ხდება. სწორედ ეს არის ფაშისტური მოქმედება, სწორედ ეს არის ფაშიზმი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კეთილი უნდა ინებოს, ხელისუფლება უნდა დაანებოს თავს. საკუთარ მოქალაქეები დაჩაგვროს და თუ ამას არ დაანებოს თავს, გაცილებით მეტად უბსკულში აღმოჩნდება ქართული ოცნება. ქართველი ხალხი აუცილებლად ძალიან სერიოზულად იფეთქებს. როგორი თემა არის, ქართველი ერი არის საერთო ვულკანი და ერთიანად ამოხეთქავს და მე დარწმუნებული ქართველი ხალხი აუცილებლად ამოხეთქავს და ხელისუფლება მე გასაგზებს ას მოძებნის. დიდი მადლობა. მეგობრებო, ბათუმელების ლაივში ხართ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებაც. ახალგაზრდები სად არიანო გვესმის ესეთი ხმა თითქოს რომ სტუდენტების ნაკადი რომელიც საუშვად თვეების წინ იყო ბევრად მეტი, უფრო იყო ძლიერი პროტესტი, თითქოს დღეს ნაკლებად არიან. სად წავიდა ეს ხალხი თქვენი აზრით და რას ფიქრობ იმ პროცესებზე რაც მიდის ქვეყანაში ვთქვათ, ხო? ვის სასარგებლოდ მუშაობს ეს ყველაფერი? რაც საქართველოს უცხოელობის დღეს ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და ეს არის სივრცე, სადაც ყოფი ადამიანები და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს ამ ქვეყნის მომავალს. რაც შეეხება ახლა პროტესტს და იმ დინამიკას, რაც გადახსებული არის, უკვე 5 თვეზე მეტია გასული და არც ერთი მაგალითი პროტესტის, რაც შეიძლება ჩვენ რაღაცა ემპირიული მაგალითები ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნებში, არ არსებობს იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში პროტესტი გაგრძელებული და რაღაცნაირად არ იყოს კლება ამ მიმართულებით. ხო, აქ ადამიანებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ კრიტიკული მასა ამ ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის, როგორც ბათუმში, ასევე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში დღეს ძალიან ბევრი ადამიანია გარეთ და ადამიანებმა მათ შორის საარჩევნო ყუთებთან ჩვენ ნახეთ, რომ 800,000 ხმა, რომელიც ვერსად ვერ წაიღეს, CSKOM თავისი ხელით დაუწერა ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ პარტიებს. ხო, ეს ადამიანები ამ ქვეყანაში არიან, არსად არ წასულან და აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას. ისინი ამ სიტყვას ამბობენ უკვე 5 თვეა, ძალიან კაფეოდ, ძალიან ნათლად, რამაც გამოიწვია ის, რომ მათ შორის დღეს ნახეთ, ხო, ევროკავშირის ელჩის სიტყვა, რომელსაც პირდაპირ თქვა, რომ ამ ქვეყნის ასე ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანება წარმოუდგენელია. მანამ სანამ ამ ქვეყანას აკეთებს. მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ანუ თუ ოცნების ხელისუფლება კვლავ რჩება, რისკები იზრდება, ხო? დიახ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და ეს ძალიან კაფეო და პირდაპირი მესიჯი იყო ბატონი ჰერჩინსკის მხრიდან. მან ცალკე ხაზი გაუსვა ხალხის ბრძოლას, ქართული ხალხის ბრძოლას და თქვა, რომ ქართველი ხალხი არის მისი პარტნიორი და მათ შორის ქართულმა ხალხმა საქართველოს მან კიდე გაიმეორა ეს მათ შორის ქართულმა ხალხმა მოიპოვა ის ბენეფიტები, რასაც თავის დროზე ქართული ოცნება ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა და რაღაცა საზეიმო კონცერტებს ატარებდა, მაგრამ აგერ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ თურმე ღვთიური მანანა, თურმე deep state ავალებდა ამ რაღაცებს. ხო, ესეთ მოცემულობაში ცხოვრობ და აუცილებლად ეს პროტესტი რაღაცა შემაჯამებელ ამბამდე მივა და ეს ხალხი გამოვა გარეთ და კიდე ერთხელ ეთქვის ქართულ ოცნებას, რომ ეს შემაჯამებელი ამბავი რა შეიძლება მოყვეს, თქვათ ის ნაბიჯები, რაც ახლა ხდება პოლიტიკურ ველზე, მათ შორის თითდღე ასუსტებს ქართულ ოცნებას და ჩვენ ამას ვხედავთ, ხო, მათ შორის აჭარაში ვხედავთ, რომ რაღაცაირად ის ვერტიკალით ჩამოიშალა და უკვე აჭარის ვერტიკალი პოლიტიკური ერთმანეთთან ბრძოლაშია გადასული, ხო? ამიტომ ადამიანები ყოველდღიურად უფრო გაიაზრებენ იმას, რომ ეს სისტემა რაც არის, მათ ოჯახებამდეც მივა, თითოეულ მათგან შეეხება და ეს იყო მთავარი, ასე ვთქვათ, ამბავი იმისა, რომ წინა ხელისუფლება გადადგა, ხო? იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ ის რაღაცა ცუდი რაღაცეები რაც აკეთა, ყველა ოჯახამდე მივიდა და ასუხი იყო ქართველი ხალხის ეს. ესე იქნება ამათ შემთხვევაშიც და ეს არაერთხელ ძალიან მასშტაბურად ხმამაღლა ქართულ ხალხს უთხოვს. ამიტომ ის რაღაცა პანიკა, აგონია, შიში, რაც ქართული ოცნების ლიდერებში არის, სრულიად არ არის აზრსმოკლებული, იმიტომ რომ მათ სრულიად იზოლირებულად აქცევს ჩვენი პარტნიორები დასავლური სამყარო და მათ უკვე მოკავშირეები დარჩნენ. კი ბატონო, თუ მეგობარი აქტიც იქნება საბოლოოდ მიღებული, ხო? ეს მეგობარი აქტიც არის ამ რაღაცა გვირგვინის და შემაჯამებელი ამბის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ის ადამიანი, ის გუნდი, ის პოლიტიკური ძალა, რომლის იმედიც თითქოს და ქონდა ქართულ ოცნებას, აგერ ძალიან დაცტურით და 342 ადამიანის თანხმობით ეუნება ქართულ ოცნებას, რომ შენ დემოკრატიას ძილს უთხრი, შენ ხარ არა ხალხისთვის და რაღაცა პირადი ინტერესებისთვის და რა თქმა უნდა მათი ლეგიტიმაციის საკითხი არ დამდგარა არასდროს და არც ეხლა ეთქოს, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ამას ხშირად და ნათლად ამბობს. ახალგაზრდებს რაც შეეხება, ყველა პროტესტი საქართველოში რაც ყოფილა, ახალგაზრდები იყვნენ ამ პროტესტის მთავარი მონაწილეები და აუცილებლად მე მჯერა იმის, რომ ის პროცესი რაც ახლა მიდის, დასრულდება გამარჯვებით და ამ გამარჯვების ავანგარდში იქნებიან ახალგაზრდები. მადლობა. ბათუმელების ჩართვას ვინც ახლა შემოვერთით და ადევნებთ თვალს, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 9 მაისი, ევროპის დღე და ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, იმისთვის, რომ საქართველო იყოს უსაფრთხოდ, იყოს განვითარებული ქვეყანა და იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული, რომელიც დღეს რეალურად არის ხელყოფილი ოცნების ხელისუფლების პირობებში. დღეს ევროკავშირის
ელჩმა გააკეთა ასევე განცხადებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ თუ პროცესები გაგრძელდება ასე როგორც დღეს არის, ანუ თუ კი არალეგიტიმური ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ასე რომ ვთქვათ მიტაცებას, ძალაუფლების მიტაცებას, შესაძლოა ამ პროცესებმა დააზიანოს საქართველოს ევროპული მომავალი. მან ასევე თავის სიტყვაში ისაუბრა იმაზე, რომ სოფლიო იცვლება ძალიან სწრაფად და ხდება დაგსაქსული, თუმცა ევროკავშირი მაინც აგრძელებს მთელ სოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას. და ის რომ ევროკავშირი არის ყველაზე სანდო პარტნიორი და ის ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს იმისათვის რომ იყვნენ განვითარებული, იყვნენ დაფუძნებული და რომ ევროკავშირის წევრობა ეფუძნება ასე რომ ვთქვათ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებს და მათ აქვს საერთო ღირებულებები. ევროკავშირის ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებითაც და მან თქვა რომ ისინი დაეხმარებიან უკრაინას სამართლიან იმისათვის რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ასევე მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის დგომა ქართველ ხალხთან და იმასთან ერთად რომ მან აღნიშნა ვთქვათ რომ ოცნების ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მან ამის პარალელურად ხაზი გაუსვა იმას რომ ჩვენ ევროკავშირს და ქართულ საზოგადოებას გვაქვს ბევრი საერთო და ჩვენ ამიტომაც ვდგავართ თქვენს გვერდით. წინ საქართველო, წინ აი ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა დღეს თბილისში. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ საქართველოში უკვე 4 თვეზე მეტია ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში და ასევე სხვა ქალაქებშიც. მოსახლეობა ითხოვს, თუ კი ადრე ითხოვდა ვთქვათ არჩევნებს სამართლიან გარემოში, ახლა უკვე ითხოვენ რომ ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება უნდა წავიდეს და მან უნდა დათმოს ძალაუფლება, რომელიც აქვს მიტაცებული, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის აღიარებული საქართველოს მოსახლეობის მიერ, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არც ევროკავშირის მხრიდან არ არის აღიარებული, იმიტომ რომ ის არ აღიარა პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობამ და ქართველი ხალხი ითხოვს სამართლიან გარემოში ცხოვრებას, ახალ არჩევნებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ შეაჩერა. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში თვალსადევნებდით ჩვენს ჩართვას, გვისმენდით. მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარების პარალელურად ჩვენ და კვლავ დაგიბრუნდებით. ახლა კი მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით დროებით.